ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ხორციელდება ეტაპობრივად კლიმატური პირობების გამო, გასულ წელს განხორციელდა ნაპირდამცავი სამუშაოები, ასევე გაკეთდა წყალანირების სისტემა, მიმდინარე წელს უშუალოდ კეთდება სარკოფაგი, რომელიც იქნება 55,000 მ3-კუბის მოცულობის. ამ ეტაპზე განხორციელდება ცანა 3-დან დარიშხანის დამეზურებული ნარჩენების განთავსება ამ სარკოფაგში, ხოლო მომავალ წელს ცანა 1-დან და ცანა 2-დან შესაბამისი დარიშხანის დამეზურებული ნარჩენების ამოტანა და განთავსება ამ სარკოფაგში. აქ იყო შეგრეთ წოდებული მიშიაკის ქარხანა, აქ არის დაბინძურებული დარიშხანშემცველი სახიფათო ნარჩენი. მოგეხსენებათ, რომ ძალიან დიდი საფრთხეს უქმნიდა როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ტურისტს. მოეწყობა დიდი სარკოფაგი, სადაც მოხდება აღნიშნული მყარი ნარჩენის უტილიზაცია და მომავალ წელს უკვე იგეგმება მთლიანად პროექტის დასრულება. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, მადლობა მინდა გადავხადო ცენტრალურ ხელისუფლებას, ყველა იმ სტრუქტურას და იმ ადამიანს, რომელმაც მიიღო ამ პროექტში მონაწილეობა. როგორც მოგეხსენებათ, ლენტეხის მუნიციპალიტეტში სოფელ ყორულდაში მიმდინარეობს ყოფილი დარიშხანის ქარხნის ტერიტორიის უტილიზაცია. პროექტი უკვე დაახლოებით მესამე ეტაპზეა გადასული. პროექტის მიმდინარეობა ძალიან სწორად და კარგად ხორციელდება და ვიმედოვნებთ, მომდევნო წელს ეს ადგილი უკვე სრულად დაკონსერვებული იქნება, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და ასევე ადგილობრივი მოსახლეობის უკან მობრუნებას.